არსებობენ ადამიანები, რომლებიც იღბლიან ვარსკვლავზე არიან დაბადებულნი. ისინი ისეთ სიტუაციებში ახერხებენ გადარჩენას, სადაც წესით ყველაფერი კატასტროფით უნდა დასრულებულიყო. ამ ეპიზოდში ყველაზე იღბლიან ადამიანებს გაჩვენებთ. თუ ოდესმე სკეიტბორდზე დადგომას გადაწყვეტ, იცოდეთ, რომ დაცემა გარდაუვალია, მაგრამ ერთია სწავლის დროს დაშვებული შეცდომები და მეორეა რთული ილეთის შესრულება გზის სავალ ნაწილზე. ამ ვიდეოს გმირმა ნამდვილად დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც მან მსგავსი რამის გაკეთება გზაზე გადაწყვიტა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ასეთი იღბალი ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ხანდახან ყველაფერი ისე სწრაფად ხდება ხოლმე, რომ ადამიანს შიშის დროც კი არ რჩება. ერთ-ერთი ამერიკული სატელევიზიო არხის მაყურებლები პირდაპირ ეთერის დროს თითქმის ტრაგედიის მომსწრენი გახდნენ. ჟურნალისტი ალექსეევიჩი გზის პირას იდგა და მაყურებლებს ახალ ამბებს მშვიდად აცნობდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალევე ის უკან ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთმა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ის პირდაპირ ჟურნალისტისკენ წავიდა. ალექსმა რეაგირება ბოლო წამს მოასწრო. პოლიციის ცნობით მძღოლს გაზისა და მუხლუჭის პედლები აერია. ამ სიტუაციას ძნელად თუ შეიძლება უწოდოთ იღბლიანი, რადგანაც ოკეანეში ზვიგენთან შეხვედრა კარგი ამბავი ნამდვილად არაა. კიდევ უფრო უარესი ის იქნება, თუ ამ დროს ადამიანი შუა ზღვაში სერფინგის დაფაზე მდგომი ზვიგენის პირისპირ მარტო აღმოჩნდება, მაგრამ სერფერმა ნიკ ფენინგმა დაამტკიცა, რომ გადარჩენა ასეთ კოშმარულ სიტუაციებშიც კი შეიძლება. სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნირის დროს ოპერატორებმა მოულოდნელად წყალში მოძრაობა შენიშნეს. რამდენიმე წამში ზვიგენი სპორტსმენს თავს დაესხა. ამ ისტორიაში ყველაზე წარმოუდგენელი ის არის, რომ ზვიგენმა მისი კბენა ვერ შეძლო. დარბაზში ყოველთვის მაქსიმალური სიფრთხილე გმართებს, რადგანაც შეიძლება ჩვენი დაშვებული შეცდომის გამო ვინმე დაზიანდეს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად იღბლიანია. შემდეგი ინციდენტი ლონდონის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მუშები გზის პირას უზარმაზარ ხეს ჭრიდნენ. ერთი შეხედვით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ როდესაც ხე მოარდნა დაიწყო, ველოსიპედისტი მის ქვეშ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ხე მისგან რამდენიმე სანტიმეტრში დაეცა. აი რას ნიშნავს ნამდვილი იღბალი. ბარიერები ტყუილად არ არსებობს. მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ადამიანების უსაფრთხოება. რკინიგზაზე განთავსებული ბარიერები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი მძღოლს მატარებლის მოახლოების შესახებ ატყობინებს, მაგრამ ყოველთვის არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან. ამ ვიდეოს გმირმა რატომღაც ჩათვალა, რომ ის სიტუაციას სრულიად აკონტროლებდა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ იყო. ეს ის შემთხვევაა, რომელიც ადამიანს ბევრ ამაზე დააფიქრებს. მარსელ ჰირშერი ფილამურებით სრიალის ლეგენდაა. ის მსოფლიო ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა და ოლიმპიურ თამაშებზე უამრავი მედალიც აქვს მოპოვებული, მაგრამ ერთ-ერთი შეჯიბრის დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა. იტალიაში გამართული შეჯიბრის მიმდინარეობისას დრონის ოპერატორები საუკეთესო კადრების დაფიქსირებას ცდილობდნენ, მაგრამ რაიმე სახის გაუმართავობა შესაძლოა პროფესიონალურ მოწყობილობებსაც კი დაემართოს. ოპერატორმა დრონზე კონტროლი მოულოდნელად დაკარგა. ის პირდაპირ სპორტსმენის გვერდით ჩამოვარდა. ჰირშერი რამდენიმე წამითაც რომ შენელებულიყო, დიდი albათობით ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა. Da wieder die Führung. Da ist die Trickroute Krone! ამ ინციდენტის შემდეგ მსგავსი დრონების გამოყენება რბოლებში ოფიციალურად აიკრძალა. ოდესმე სამშენებლო ამწის დაცემა გინახავთ, ეს ნამდვილ კატასტროფას გავს, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ შემთხვევაში კონსტრუქციის ქვეშ მუშები იდგნენ. წარმოუდგენელი იღბალის გარეშე ეს მუშები ნამდვილად ვერ გადარჩებოდნენ. ინტერნეტში ნახავთ უამრავ ვიდეოს, როგორ იღებენ ტრავმებს სპორტსმენები წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თუმცა ზოგიერთ ადამიანს საკმაოდ უმართლებს. ეს ბიჭი წარუმატებელი ილეთის შემდეგ პირდაპირ ბეტონზე უნდა დაცემულიყო, მაგრამ ის სკეიტზე იმდენად იდეალურად დაეცა, თითქოს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყოს. ხალხმა მაშინვე ვერც კი გააცნობიერა, რომ ის სერიოზულ ტრამას გადაურჩა.
მინესოტაში ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორმა დააფიქსირა მომენტი, რომელიც ნამდვილად წარმოუდგენლად გამოიყურება. ერთ დღეს ბეკერის ოლქის შერიფის მოადგილემ გზაზე ავტომობილი გააჩერა და მძღოლთან საუბარი დაიწყო. ეს რუტინულ შემოწმებას ჰგავდა, მაგრამ მოულოდნელად გზაზე ავარია მოხდა და ერთ-ერთი მანქანა დიდი სიჩქარით პირდაპირ პოლიციელისკენ წამოვიდა. საბედნიეროდ, პოლიციელის რეაქცია დროული იყო. მან არა მხოლოდ საკუთარი თავი გადაარჩინა, არამედ გაქცევის დროს მძღოლიც გააფრთხილა, რომ მას ავტომობილის კარი სასწრაფოდ დაეხურა. ბეისბოლის ბურთი დიდი ზომის არაა, თუმცა საფრთხეს ნამდვილად წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი სისწრაფით მაყურებლისკენ მიფრინავს. სწორედ ასე მოხდა ბეისბოლის ერთ-ერთი მატჩის დროსაც. ბურთი პირდაპირ მაყურებლის თავისკენ მიფრინავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ბავშვს სწრაფი რეფლექსები აქვს. Let's take a look at the catch by this young fan right here. Saved my dad. Dad was looking at a pretty girl, hit him right in the side of the head almost. That's awesome. That's the smile we're looking for. ბავშვმა ალბათ ვერც კი გააცნობიერა, რომ მან მის გვერდით მჯდომ ადამიანს სერიოზული ტრამვა თავიდან ააცილა. ხეებს აქცევა ახასიათებთ. ზოგჯერ ეს ქარის გამო ხდება, ზოგჯერ კი ყველაფერი ადამიანური შეცდომის ბრალია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი იშვიათად ვარდებიან იქ, სადაც საჭიროა. შემდეგ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ეცემა დიდი ზომის ხე. მძღოლი მას ბოლო მომენტში ამჩნევს და ამუხრუჭებს. Oh, you got that on camera. Yeah. რომ არა რამდენიმე სანტიმეტრი ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა. ზოგჯერ ყველაზე საშიში მომენტები იმ ადგილებში ხდება, სადაც საფრთხეს ყველაზე ნაკლებად ველით. ერთ ჩვეულებრივ დღეს ეს კაცი ავტოფარეხთან იდგა, მაგრამ მოულოდნელად ეს კარი მხოლოდ რკინის ნაჭერი არ არის. ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც შეუძლია ადამიანი სერიოზულად დააზიანოს, მაგრამ ფაქტია, რომ იღბალი ამ ადამიანსაც წყალობს. ალბათ ყველაზე შთამბეჭდავ ატრაქციონებს ჩინეთში ნახავთ, მათ შორისაა ეს ხიდიც, რომლის ქვეშაც უფსკრულია. რა თქმა უნდა, ხიდზე გადასვლის დროს უსაფრთხოების მიზნით ადამიანები თოკებზე არიან მიმაგრებულნი, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი ადამიანთა უმეტესობა ორ ნაბიჯზე მეც ვერ დგამს. თუმცა ამ ვიდეოს გმირს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ის ხიდზე ბოლომდე გაივლიდა. მან მხოლოდ უკანასკნელ მომენტში აღმოაჩინა, რომ ის თოკზე მიმაგრებული არ ყოფილა, არადა ერთ არასწორ ნაბიჯს ყველაფრის დასრულება შეეძლო. საწყობში მუშაობა მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ის შეიძლება სახიფათოც იყოს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი მძიმე ყუთებს არასწორად დააწყობს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს ყუთი ამ ადამიანს დაეცემოდა. ალბათ უამრავი ვიდეო გინახავთ, როგორ ამუხრუჭებენ მანქანები ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე, მაგრამ ეს შემთხვევა ყველა დანარჩენისგან გამოირჩევა. როგორც ჩანს, ამ ავტომობილის მძღოლიც საკმაოდ იღბლიანია. არსებობს მოსაზრება, რომ თუ დათვის დანახვისას ხმამაღლა ყვირილს დავიწყებთ, ის თავს არ დაგვესხმება, მაგრამ გარეული ცხოველის სუსტი რეაქციის წინასწარ გამოსცნობა შეუძლებელია. ხანდახან მძღოლები არჩევანის წინაშე შედგებიან. გადაიარონ იმ ხიდზე, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება, თუ ალტერნატიული გზა მოძებნონ. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მძღოლმა ხიდზე გადასვლა წარმატებით დაიწყო, მაგრამ კონსტრუქციამ თათვირთო ავტომობილის სიმძიმეს ვერ გაუძლო. ამ ვიდეოში ყველაზე წარმოუდგენელი მძღოლის დროული რეაქცია. ერთი წამის შემდეგ თათვირთო მანქანა ხიდის ქვეშ აღმოჩნდა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ინტუიცია და დროული რეაქცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ზამთარში ყოველთვის მაქსიმალური სიფრთხილე გმართებს, მაგრამ ადამიანები ხშირად ყურადღებასაც არ აქცევენ იმ ფაქტს, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს სახურავზე არსებული ყინული. უზარმაზარი ყინულის მასა შესაძლოა რამდენიმე ათეულ კილოგრამს იწონიდეს და თუ ის ადამიანს დაეცემა, მისი გადარჩენის შანსი ნამდვილად მცირე იქნება. სწორედ ასე მოხდა ამ სიტუაციაშიც, მაგრამ იღბალი ამ შემთხვევაშიც სწორ მხარეს აღმოჩნდა. ქალმა თავდაპირველად ვერც კი გააცნობიერა, თუ რამდენად ახლოს იყო ის კატასტროფასთან. ხანძარი ყოველთვის დიდ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ კვამლისა და ცეცხლის გარდა საშიშროება შეიძლება სხვა რამემაც გამოიწვიოს. ეს მეხანძრე იმ შენობის გვერდით იდგა, რომელიც ხანძრის შედეგად საკმაოდ დაზიანდა. თითქოს ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ მოულოდნელად ეს მოხდა.
მეხანძრემ რეაგირება მხოლოდ ბოლო წამს შეძლო. ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსე, მაგრამ როგორც ხედავთ, ზოგიერთი ადამიანი ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი უნებელი გამოდის. აღმოჩენილ ხართ თუ არა მსგავს სიტუაციებში? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, ისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც თქვენი აქტიურობა არხის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.